არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი. ადამიანი, რომლის მიერ წლების განმავლობაში საპატრიარქო ლიტურგიის გაძღოლა და საშობაო თუ სააღდგომო ეპისტოლეების მრევლისა თუ ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, მიწოდება, ცხოვრებისა და სასულიერო საქმიანობის მთავარ მისიად დარჩება. ალბათ, ასეა თუ არა, მე მინდა მოვიწვიო არქიდიაკონი დემეტრე სტუდიაში. მას უთხრა ერთის მხრივ განსაკუთრებული მადლობა, ეს დღეები უმძიმესი იყო ქართული ეკლესიისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ პირადად თქვენთვის მაინც განსაკუთრებით ფიზიკურად დრო შეძლეთ დღეს აქ მოსვლა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, უმძიმესი მსახურება იყო. თუმცა არის მთელი რიგი დეტალებისა, რომლის თაობაზეც ჩვენ საზოგადოებას უფრო მეტი მინდა რომ უთხრათ, მამაო. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ესეც მინდა რომ დავაზუსტოთ, იმიტომ რომ მე აღარც კი მახსოვს, როცა თქვენ არიყავით. მე არ მახსოვს ჩატარებული ლიტურგიები თქვენს გარეშე, ხო? მე მახსოვს სხვა შორის და მინდა გავიხსენო მამა ამირანი, რომელიც ახლა ამაღლებას წინა ზღვარი არის, ძალიან კეთილი, ძალიან გულიანი მამაო, მახსოვს ბავშვობაში, ესე ვთქვათ, ბავშვობიდან მოყოლებული, მაგრამ იმის შემდეგ უკვე თქვენი ხმა და ის უკიდურესად ზუსტად გათვლილი, გააზრებული და მისი უწმინდესობის მიერ შექმნილი, აღდგენილი ლიტურგიური წესების მიხედვით მსახურება, რომელიც მართლაც გამორჩეულად იქცა არა მარტო აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიების, არამედ ზოგადად ქრისტიანულ სამყაროში. ბევრი აღნიშნავდა ამას. ეს არის მის უწმინდესობის დამსახურება და ამ საქმეში თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი, მაგრამ ამის პარალელურად არის პერსონალური, პიროვნული ურთიერთობების თემატიკა. მისი უწმინდესობა ყველაზე ბევრ დროს, რა თქმა უნდა, საკურთხეველში ატარებდა. და ხანდახან გვიკვირდა საუბრობდით მის ახლობელ წრის ადამიანებით, როცა ესე მძიმეთა, როცა ასე უჭირს, მაინც ხო შეიძლება რომ დაისვენოს თავისთან ილოცოს და არ მივიდეს კვირას, არ დადგეს თავად და თავად არ ჩაატაროს, არა, მაინც სანამ შეეძლო და რომც არ შეეძლო, მაშინაც მოდი. რომც არ შეეძლო, მაშინაც. გვიამბეთ მის შესახებ. მოგესალმებით, საღამოშვიდობის. მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვარ, დღეს პირველად ვარ საერთოდ თქვენთან სტუდიაში, ამ ტელევიზიაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მაყურებელი ვარ, აქტიური ფორმულის, პირადად დროების და ერთი თხოვნა მექნება გიორგი, ჩვენი მრავალწლოვანი მეგობრობიდან გამომდინარე, მოდი შენობით ვისაუბროთ, ეს თქვენობითი ფორმა ცოტა მზედმეტად ისეთი სხვანაირად ხდება ყურში და მირჩევნია რომ უფრო მარტივად გამოგივა საუბარი. მე სტატუსით მოგმართა, მაგრამ შენობით. დიალოგი უფრო გამოგივა. მართლა ძალიან რთული დღეები გადავიტანეთ. ფაქტურად ვეღარც კი დავითვალე რამდენი ღამეა არ გვიძინია ფაქტურად. სამშაბათიდან მოყოლებული, როდესაც ძალიან დამძიმდა უწმინდესი და ძალიან ძნელია ამ თემაზე საუბარი. ხა დღევანდელი დღის მერე მით უმეტეს, როდესაც ის ყველაფერმა ჩვენ თვალწინ გაიარა. მისმა თითოეულმა დარიგებამ, თითოეულმა მისმა ჩატარებულმა ლოცვამ, თითოეულმა წირვამ, ეს იქნებოდა საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ, სადაც დავდიოდით ყველგან. ეს ყველაფერი ძალიან ძნელია და ძალიან მძიმეა უმისობა. ჩემთვის პირადად ძნელია მართლა უმისობა. ზუსტად ვერც ვიტყვი რა იყო ან ვინ იყო უწმინდესი ჩემთვის. ვთქვა რომ მამა იყო კი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მამა გარდაცვლილი მყავს დაახლოებით 20 წელია რაც გარდაიცვალა და მახსოვს მე ის განცდა რომელიც მქონდა იმ დროს როდესაც მამა ჩემი გარდაიცვალა. მაგრამ ამ განცდას რაც ეხლა მე დამეუფლა არ ვიცი შეიძლება ასაკის ბრალი ეხლა მაშინ 40 წლის ვიყავი ახლა 60 წლის ვარ და მან ასაკი მაინც თავისაშვება. აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა ჩემს ცნობიერებაში. გული მოკლა კიდე სხვა სიტყვა, მე არ ვიცი არ მომეძებნება ისეთი ეპითეტი, რომელსაც მე ვიხმარ და გამოვხატავ იმ ტკივილს და იმ მდგომარეობას, რაც მოიტანა უწმინდესის გარდაცვალებამ ჩემთვის. ძალიან მიყვარს ხოლმე ხშირად, როდესაც ქართულ ენაში ვერ ვპოულობ
შესაბამის სიტყვა ძალიან ღრმა და შინაარსიანი მეგრული ენა. მინდა გითხრა, ძალიან ღრმა და შინაარსიანი. უფრო ძველია ვიდრე ქართული ენა და სწორედ აი ის, რაც ჩემთვის მოხდა უწმინდესის გარდაცვალებით, აი ეს არის ზუსტად აი მეგრული ვინც იცის და მეგრელები მისმენენ დარწმუნებული ვარ. არის რაც სიტყვა დიხაუჩა დინწყუ. სულ სამი კომპონენტისგან შედგება. დიხა, უჩა, დინწყუ. დიხა არის მიწა, უჩა არის შავი, დინწყუ ჩამოიშალა. აი ყველაფერი რო შავად ჩამოგექცა და თითქოს ყველაფერი დამთავრდა. იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების გზა და წესი ცხოვრებისა რაც იყო როგორც თავარდიაყმის, როგორც მსახურის, ეკლესიის მსახურის იყო მიბმული თვითონ უწმინდესს. მის გარეშე არ არსებობდა ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი. საერთოდ არაფერი. არც უთქვა, არც გათენება, არც დაღამება, არც ჭამა, არაფერი აბსოლუტურად. დღეს ამ ყველაფერს გარეშე დავრჩი. ნუ მე იმის იმედი მაქვს და რითიც მაიმედებენ მეგობრები, ახლობლები, ყველა აბსოლუტურად ვინც სამძიმარს მეუბნება და ძალიან ეს სხვათა შორის მიხარია. არ ვიცი ახლა ჩემ თავს რაღაც ცოტა უცნაურ ფორმაში ვიჭერ, მიხარია, როდესაც მისამძიმრებენ, მაგრამ ფაქტიურად ალბათ უნდა მომისამძიმრონ კიდეც და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც სამძიმრის წერილი მომწერა, გინდა ეს ტელეფონით მესიჯის სახით გნებავთ, დამირეკა გნებავთ, შეხვედრისას როდესაც ხვდებოდნენ, გულს უხარო და ის რომ ყველა ხედავდა თურმე რამდენად ჩემი იყო და რამდენად ჩემიანი იყო უწმინდესი. მაგრამ ჩემიანობას თუ ვიტყვით, ფაქტურად საქართველოში, ვისაც უწმინდესთან ახლოს ყოფნა მოუწია, თუნდაც მცირედი შეხება რო ქონოდა. ყველას თავისი უწმინდესი ჰყავდა. ყველას ჰყავდა თავისი უწმინდესი. ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური თვისება, თავისი ნაწილი, თავისი გულის ნაწილი, სულის ნაწილი, თავისი სიხარულის ნაწილი ისე ეჩუქებინა რაღაც შობის ვარსკვლავი რომ მოძრაობდა და მიდიოდა და მივიდა და დაადგა ბეთლემის თავს და დაიბა დაახლოებით ამ დაგვარი რაღაც იყო თითოეულ ადამიანს ესეც სიხარულს ჩუქნიდა ხოლმე და ყველაზე მეტად ახლა მე ტელეფონის შემოვიყოლე თან და რატომ მინდა მგითხრათ რომ ითი შენ გიორგი მე შვეიცარიაში უახლოესი მეგობარი მყავს მამა გაბრილი ბარათაშვილი არქიმანდრიტი რომელიც შვეიცარიის მიტროპოლიტის ვისაუბრეთ მის შესახებ ხო და მასაც უსამძიმრებდნენ ეხა იცოდნენ რომ 10 წელი მამა გაბრიელს გატარებული აქვს სტიქაროსნის რანგში უწმინდესთან და ძალიან საინტერესო სამძიმრის წერილი მიწერეს მას ბერძნულად და ეს განმოვთარგმნე ხა ბერძნებმა მიწერეს? ბერძნებმა მოწერა ერთ-ერთმა ბერძნებმა მიტროპოლიტმა მიწერა მას და მინდა ეს წერილი წავიკითხო ქართველი ხალხის ღვთისმოსაობა ლეგენდარულია და გამოიხატება იმ პატივსა და ღირსებაში, რომელსაც ისინი მიაგებენ თავიანთ გარდაცვლილ სულიერ მამას. ინტერნეტში ყველგან იდუეს ზღვა ხალხი, რომელიც მოდიოდა სამძიმარზე. ამ ერის დიდსულოვნება ჩამოყალიბდა ღრმად ფესვგადგმული ქრისტიანული წმენის საფუძველზე და საუკუნეთა განმავლობაში შენარჩუნდა ბრძოლებისა და ტანჯვის გზით. მსოფლიომ მართლმადიდებლობამ და განსაკუთრებით საბერძნეთმა უნდა ისწავლოს ამ ადამიანური სიდიადის მოწმობიდან. ღმერთმა, რომელსაც პატრიარქი ილია სრული თავდადებით ემსახურებოდა, დააჯილდოოს იგი მისი ღვაწლისთვის და მიიღოს მისი სულიწმინდათა და მართალთა შორის და მოანიჭოს თავისი მადლი დიდი პატრიარქი ილიას ობლად დარჩენილ ქართველ ერს. უფრო მეტი რა უნდა თქვას უცხო ადამიანმა რომელსაც შეხება უწმინდესთან ქონა მხოლოდ ორჯერ ერთხელ როდესაც დიაკვანი იყო და მეორე როდესაც მღვდელი იყო როგორც მღვდელმთავარსაც კი არ უწირია მასთან მაგრამ აი ეს ორი შეხვედრაც კი სავსებით საკმარისი იყო დაენახა უწმინდესი ეგრძნო მისი სული და იმისგან რაც ხდებოდა ამ პერიოდში მე არც ვიცი იმ დღეს აღნიშნე კიდეს რომ
ვერც დავიჯერებდი გიორგი, რომ საქართველოში ამდენი ადამიანი ცხოვრობდა. იქ ვიყავი ფაქტურად 4-5 საათამდე. მე უკვე ენერგია აღარ მქონდა, მივდიოდი სახლში, როცა დამესვენა, ისევ მივდიოდი. ერთი წამით ხო შეიძლებოდა რაღაც შენელებულიყო, ან შემცირებულიყო რაოდენობა მომსვლელების და იქ სამძიმრის პატივის მიმგებლების. არ წყდებოდა ის სულ სავსე რიგები იყო მარჯვნივ და მარცხნივ. და იყვნენ ვინ რაც თავარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ახალგაზრდები. ახალგაზრდები და აი ერთ ფრაზას ჩავაკვეხებ. რა ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ შეამჩნევ და აი თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ ხო ეს დღეები ხო ტრანსლირებას ვეწევი ტელევიზიები და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო ეთერი ვქონდა მთელი დღის განმავლობაში. თუმცა აქვე მადლობა მინდა უთხრა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ეხლა ხანს მივედი შინ და მოგცა შესაძლებლობა რომ აი ეს პირდაპირ ეთერის ეს ძირითადი კადრები ყოფილიყო ჩვენ რა ტექნიკურ პირობებშიც მუშაობდა ფინანსურშიც იცის მაყურებელმა და ეს სურათი ვერ შედგებოდა რომ არა სხვა ჩვენი კოლეგები რომლებმაც ეს უზრუნველყვეს ამიტომ მადლობა მათაც და სახეებს ხო ვაკვირდებოდით არა სავსე ახალგაზრდობა და როგორი ლამაზი ახალგაზრდობა როგორი ლამაზი თაობა მოდის ულამაზეს როგორი წრფელი და ყველაფერთან ერთად როგორი დიდი საერთო დრიტის შეგრძნების მატარებელი, იმიტომ რომ სულ ვეძებდი ამ სიტყვას რამ გაერთიანა ხა ეს ხალხი, რომ აი ეს ულევ ნაკადად მოედინებოდა, ხო? რაღაც საერთო დრიტის ამრეკლავი კი არა, განსახიერება იყო თავად მისი უწმინდესობა. და ერთის მხრივ ძალიან დრამატულია ეს განწყობა, რომელიც ახლა თქვენ სტუდიაში შემოიტანეთ და ძალიან ტრაგიკული, იმიტომ რომ მე ხვდები და მაყურებელიც ხვდება პერსონალურად რატო ეს თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე, ხო? ასეთი ადამიანები ბევრი არ შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომლებიც მისი უწმინდესობის კარგი გაგებით ინსტრუმენტები იყვნენ საეკლესიო თუ საჯარო სივრცესთან ურთიერთობის. აი ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი მინდა ვახსენო განსაკუთრებულად მიუსამძიმრო მასაც მონაზვნები დედები, რომლებიც დეკადების განმავლობაში მამა დავით ჩინჭარაული რომელიც აღმოშორებია არც ერთი წამით აი ეს პანდემიის პერიოდში ფაქტიურად ეს ამ ადამიანმა იმდენი გადაიტანა უწმინდესის სიყვარულისთვის ფაქტიურად წარმოიდგინე ჩაკეტილი იყო აი ეს უწმინდესისთვის რომ მოერიდებინათ აი ეს საშინელი ვირუსი არ გამოდიოდა შენობიდან თვეების განმავლობაში. ამიტომ ჩემთვის გასაგებია ის თქვენი განწყობა, მაგრამ იმედსაც ვეძებ რა და ჩემთვის ეს იმედი არის ზუსტად ეს ახალგაზრდობა. საერთოდაც უნდა ვთქვათ, რომ აი ვიღაცას რო გონია ახლა რა ეკლესიურობა, ზოგადად ქრისტიანობის მიმართ ინტერესი კლებულობს, ეს იყო მართალი წინა დეკადის განმავლობაში, მაგრამ თელს მსოფლიოში ახლა არის სრულიად საწინააღმდეგო ტენდენცია სარწმუნოებისაკენ მობრუნების. ჩვენი ახალგაზრდობის აბსოლუტურ უმრავლესობას ალბათ ეს მობრუნება არ სჭირდება, მაგრამ შენელება ნამდვილად შეიმჩნეოდა ბევრი მიზეზის გამო, რასაც ახლა თქვენ არ გასაუბრებთ, ამას ბევრი სხვა საუბარი დაჭირდება, მოვა ამის დროც და მაგრამ ის რომ ეს ხალხი, ეს ახალგაზრდობა ასე მასობრივად გამოვიდა ამ დღეებში, ეს სწორედ მისი უწმინდესობის დამსახურება იყო. აი ამ დამსახურების გული რაში. უბრალოდ კი არ გამოვიდა. მე იქ სახეებს ხედავდი. ახალგაზრდები ტიროდნენ და გოგოებზე კი არ გეუბნები, ბიჭები ტიროდნენ. პირჯვარს ისახავდნენ, ტიროდნენ, არ ვიცი, გლოვა და ეს არ იყო ფანატიზმის გამოსახვა. არანაირად. ის რომ აი დღესაც ეს იყო ადამიანური თანაგრძნობის და სიყვარულის. აბსოლუტურად დღესაც რომ დავეშვით, გამოვედით სამების მონასტრის კარიბჭიდან და დავეშვით და წამოვედით ქვეყნის დაღმართზე. კი, ქვემოთ რო წამოვედით, რასაც ვუყურებდი, ახლა მე ზუსტად უშუალოდ მანქანას მოუძღვებოდი წინ კმევით, რომელ მანქანაშიც მისი უწმინდესობის ხედარი ესვენა და ვიყურებოდი, სივრცე მქონდა იმისათვის, რომ მეყურებინა ირგვლივ რა ხდებოდა. არ იყო დარჩენილი არც ერთი აივანი. არც ერთი ფარჯანა, არც ერთი სახურავი სახლის, სადაც ადამიანები არ მდგარიყვნენ. ზოგი სანთლებით,
ზოგი მლოცვა მდგომარეობა, შეძახილები, ზოგიერთი შეძახილები არც მოსმოდა რას იძახდნენ. გვიყვარხარ პატრიარქო ან ტაშს უკრავდნენ ან არ ვიცი, რაღაც საოცარი მუხტი იყო დღეს, როდესაც მოვდიოდ ვიდრეს და სიონთან რომ მივედით, გავიხედე ზემოთ ხალხი ჯერ კიდევ ავლაბარში იყო. იმ ხელან ნაკადი მოდიოდა. ამას არ ზღვა ქვია, არც ოკეანე, ამას არ ვიცი რა. მამო, შენ ხარ გარდა იმ უზარმაზარი და ალბათ ჩემი აზრით, შეიძლება ვსწრებოდე, უზარმაზ მნიშვნელოვანი საქმის რასაც აკეთებდი, თავად მისი უწმინდესობის მსახურებას, ასე თქვა უძღვებთ, ხო? ამავე დროს აკადემიაში უძღვები ლიტურგიის კათედრას. რაც ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის საეკლესიო მსახურების მოწყობის და ასე შემდეგ და თითქმის ყველაფერი ნულიდან დაიწყო მისმა უწმინდესობამ. აი, ამ ხრივ რა შეგიძლია გითხრა, რა ეტაპზე, რა ხარისხში აიყვანა კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ ეს კუთხე, ეს მხარე ქართული ეკლესიისა. სასწავლებელს გულისხმობდა განათლებას. სასწავლებელსაც თავად აი ტაძარში მსახურების კულტურაზე და პროცედურაზე და წესზეც მინდა რომ თქვა რამდენიმე სიტყვა. განათლების კუთხით რაც შემიძლია თქვა დღეს განსაკუთრებული მდგომარეობა მართლაც იმიტომ რომ წარმოიდგინეთ დასაწყისში იყო სულ რაღაც ერთი სემინარია ისიც უწმინდესმა ეფრემმა რაც გახსნა 1963 წელს სემინარიაც არ იყო ეს იყო სამოძღვრებო კურსები, ორწლიანი სამოძღვრებო კურსები რეჟიმმა იმ პერიოდში კომუნისტურმა რეჟიმმა არ მიცა უფლება რომ სემინარია დარქმეოდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 63 წელი რა პერიოდია, გიორგი ხრუშჩოვის პერიოდია, იკეთება მონასტრები, სემინარები, აკადემიები, ტაძრები და უწმინდეს ეფრემმა მოახერხა სამოძღვრებო კურსები დაარქვა, ასე ვთქვათ და სხვა შორის პირველი რექტორი მისი უწმინდესობა იყო, მაშინ ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი იყო და ჩემდა ესეთი გასახარად მინდა ვთქვა, რომ ლიტურგიკის მასწავლებელი იყო, პედაგოგი, რასაც მე ვასწავლი, ახლა ამას ასწავლი და უწმინდესი და მისი შედგენილი ტიპიკონი, ანუ წესგანგება, რითაც უნდა ვიმსახუროთ, ღვთისმსახურო წესგანგება, როგორც წუხრის, ცისკრის, ლიტურგიის და სხვადასხვა საიდუმლოების შესრულების უწმინდესის მიერ შედგენილი ესეთ საკმაოდ სქელტანიანი ერთი ტომი არის და რომელსაც დღესაც დიდი სიამოვნებით გამოვიყენებთ. იმდენად კარგი ნამუშევარი იყო. იქ იყო არა მარტო საიდან ქონდა ეს ცოდნა? აი ახლა კიდე გასაგებია უკვე არის ნაშრომები, ტრადიცია ჩამოყალიბდა ასე შემდეგ. სად კითხულობდა, სად ნახულობდა? გავიგეთ რომ ზაგორსკის აკადემიაში, მაგრამ ის მაინც რუსულად, ანუ სლავიანურ აი საოცარი ეს არის რომ ის ტიპიკონი რომელიც მან შეადგინა აი ქართული მიმართულებით არის და რაღაცა წილი უდევს რა თქმა უნდა სლავიანურთანაც, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია ახლა 1811 წლიდან 1917 წლამდე მაგ გარემოში ვიყავით და თავი დროზე კიდევ სამწუხაროდ ანტონ პირველმა კათოლიკოსმა რეფორმა როდესაც მოახდინა ლიტურგიულ პრაქტიკაში ძალიან ბევრი რაღაცა შედარდა სწორედ რუსულ პრაქტიკას, იმიტომ რომ იმ პერიოდში რაღაც ვერ იყო ღვთისმსახურება ისეთ მდგომარეობაში და აი უწმინდესი სისტემატიურად ცდილობდა რომ მიმართულება წაეყვანა იქითკენ რაც იყო ჩვენი ქართული ფესვები. ეს იყო საბაწმინდის ლავრა, რომელიც მე-6 საუკუნეში იყო ჩვენი პირველი დედა ტიპიკონი, რაზეც გავიზარდე და შემდეგ უკვე მე-11 საუკუნეში რაც დაწმინდელმა მამებმა შემოიტანეს უკვე საქართველოში ბიზანტიური პრაქტიკა. მივდიოდით აქეთ და მე კარგად მახსოვს, ამას წინათ მე მგონი ჩვენ ტელევიზიაში საღვნიშნე ეს იყო 1994-ან 15 წელი, როდესაც უწმინდესმა საპატრიარქოში შეჰკრიბა ყველა ლიტურგისტი და მოიწვია მეცნიერები ხელნაწერთა ინსტიტუტიდან. მაშინ ქალბატონი ელომეტრეველი აცხონოს მისი სული ღმერთმა იყო დირექტორი ხელნაწერთა ინსტიტუტის და მაშინ დასვა ასეთი საკითხი უწმინდესმა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დავუბრუნდეთ ჩვენ ფესვებს, აღვადგინოთ ისევ ის ძველი ტრადიცია რაც იყო და შევუდგეთ ისევ ქართულ მსახურებას, რომ თუ კი რამე არის არა ქართული, ის რაც ჩვენი არ არის, ჩვენეული არ არის, ის ნელ-ნელა ჩავანაცვლოთ. ის რაც გააკეთა თავისი მოსვლით, როდესაც გახდა პატრიარქი. იმ პერიოდში წარმოიდგინე, რამდენი ტაძარი იყო თბილისში მოქმედი. სიონი, თავისთავად საკათედრო, დიდუბის ეკლესია,
ჩემი მშობლიური. ხო, დიდუბე. არის ანენევლის ეკლესია. ხო, არის ანენევლის ეკლესია. მიხეილ მტვერელის სახელობის ეკლესია, მამა დავითი, წმინდა ბარბარეს ეკლესია დღეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მაშინდელი 5 დეკემბრის ქუჩა. კიდე ქვემო ბარბარე, ეს არის სასაფლაოზე არის პატარა ტაძარია, ის და კიდევ შეიძლება გამორჩა რომელიმე? მე მგონი არც იყო, ეხლა წმინდა ნიკოლოზ გირო ახსენე, გამახსენდა ჩუღურათის, მაგრამ იქ არ იყო ეკლესია მოქმედი, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ ბავშვები წაგვიყვანეს სპექტაკლი გვათამაშეში. მან იყო ფოლკლორის ტაძარი. ფოლკლორის ტაძარში თამაშობ ფოლკლორის ტაძარი. მეტეხის მასეთი ტაძარში იყო თეატრი. მეტეხის ტაძარში თამაში. თეატრი იყო, თეატრის სტუდია იყო. ცოდვილი კაცი გამოდიო რომ მაგამ ბავშვი, მაგრამ არ ვიცოდით მაშინ რა ვშვებოდით. თუმცა დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს თამაშობდით, მაგრამ ნუ გასაგებია საკურთხეველში. და აი ამ ჩამოთვლილი ტაძრებიდან მხოლოდ ქართული ღვთისმსახურება მიდიოდა სიონში. ქაშვეთი გამორჩა, ამის დაიწყება როგორ შეიძლებოდა. ქართული მსახურება მიდიოდა სიონში, ქაშვეთში და მამა დავითზე. იქაც რუსი მრევლი იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ სიონშიც აი რო შევდივართ ტაძარში მარჯვენა მხარეს თავარანგელოს მიქაელის ტაძარია, პატარა ეკვდერი, იქ დილით 7 საათზე რუსულად ტარდებოდა ხოლმე აუცილებლად, იმიტომ რომ მრევლი ყავდა თავისი რუსი და უწმიდესი ზრუნავდა მათზე. შემდეგ მაგალითად მამა დავითზე ერთი დღე აუცილებლად რუსულად ტარდებოდა. დიდუბეში ფაქტიურად რუსულად გალობდნენ. აი ქართულ-რუსული მსახურება იყო. უწმიდესმა პირველი რაც გააკეთა, ყველა გააქართულა. ოღონდ ისე კი არა, რომ შეავიწროვა ვიღაც, არა, ქართულ რელსებზე დააყენა. ყველაზე დიდია ის პერიოდი, ახლა კარგად გახსოვს შენ ეროვნული მოძრაობის პერიოდი, როგორი საოცარია, ან რა გააკეთა ფაქტიურად ეს ილია მართლის წმინდანად შერაცხვა, მაშინ ისეთი დიდი ნაბიჯი იყო, წარმოიდგინე, რას აღარ წამებდნენ უწმინდეს, ხო? ეს იყო ეროვნული იდენტობის განაცხადი. რა თქმა უნდა. და პირადად მისი უწმინდესობის. დიახ, და ამასთან ერთად ნახე რას აკეთებდა. რას გვასწავლებდა უწმინდესი სულ? პირველი რა გვასწავლა, ლოცვა გვასწავლა. თვითონ წეგანაც აღნიშნე საუბრით დასაწყისში, რომ ძირითად თავის ცხოვრების ძირითად ნაწილს ატარებდა საკურთხეველში. და როგორ გონია, როცა იყო ეხლა ძალიან ხშირად სტუმრობდი შენ საპატრიარქოში. ეხლა იქ პარაკლისებსაც იხდიდნენ, რა თქმა უნდა, როცა მიდიოდი, მაგრამ მაშინ, როდესაც მარტო იყო, ყოველთვის ვიღაც ან მონაზონი, ან დაცვის წარმომადგენელი, ან ვიღაც ფსალმუნები ეჭირა ხელში, უწმინდესი იჯდა 7 ოთახში, დიდ დარბაზში და ისმენდა სულ ფსალმუნებს. ხშირად იყო ხოლმე, რომ აი დაინახავდით, რომ უწმინდესი ზის მარტო ჩაფიქრებული და უცბად პირჯვარს გადაისახავს. რატო გადაისახა პირჯვარი? რამე გაახსენდა, რაღაც ძამე ცუდზე იფიქრა, არა, ლოცვით მდგომარეობაში იყო სულ ლოცულობდა, აი, მისთვის სხვა რამ არ არსებობდა. დაუსრულებლად შეიძლება თქვენთან საუბარი მოგონებს, მაგრამ მე ვერ ამ საკითხში ვერ გავჩერდები ვერასოდეს. ერთი საინტერესო რამ, ჩემთვის საინტერესო მინდა რომ კითხოთ, რაც დიდი ნაწილისთვის დაფარული იყო, იმიტომ რომ საკურთხეველში ხდებოდა და მე რამ ძალიან ბევრჯერ დავკვირვები ვარ, კი არა, აი როგორ გითხრათ, ყველა ინსტიტუციას აქვს თავის ჩარჩოები, თავის კედლები აქვს მარტივად, რო ვთქვათ რა, რომელიც ხან თხელდება, ხან ძალიან სქელდება ხოლმე. მის უცნაური შენიშვნების ციხლები მომწონს ძალიან. ხო. მიუხედრიც მიხვდება და არა მიუხედრისთვისაც გასაგება დავხსნით. მის უწმინდესობას ჰქონდა ერთი, აი, ჩემთვის განსაკუთრებულად დასაბასებელი ესეთი ჩვევა და თვისება, როცა ლოცვის ძირითადი ნაწილი აღევლინებოდა და იწყებოდა საკურთხეველში, როცა ის დაბრძანდებოდა ხოლმე მარჯვენა მხარეს. ფაქტობრივად იყო ალტერნატიული მიღების და შეხვედრების ადგილი. კი. ჩემთვის უცნაური ის არის, უმეტესად მე იქ მიბარებდა ხოლმე და როცა მე მჭირდებოდა მასთან კონტაქტი, მეც ამ შესაძლებლობით ვსარგებლობდი. ოღონდ მე კი არ ვიყავი ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ეს იყო, მე არ ვიცი, რამდენ ადამიანთან ახერხებდა და ასწრებდა ამ ურთიერთობას კომუნიკაციას, მაგრამ ისეთი უცნაური ხალხი მინახავს შიგნით
და სხვაგანაც რომლებსაც რაღაცა კანონიკური წესით იქ შეიძლება შესვლა ან მოხვედრა არ შეძლებოდეთ. მაგალითად ინგუში ახალგაზრდა, რომელიც შვილობილად ყავდა, რომელიც ეს დღეები ტაძარში იდგა როგორც ჭირისუფალი და აი მისი უწმინდესობის ეს ფართო ასპარეზი და ხედვა ერთი რესპონდენტი ყავდა მოხუცი კაცი ფორმულა ჟურნალისტი იღებდა ინტერვიუებს იქ მომავალ ხალხს შორის და ნუ ყველა ცრემორეული საუბრობდა ანტიროდა, მაგრამ ამ კაცმა თქვა ესეთი უცნაური რაღაცა რომ ხელმწიფე იყო. წამოწდა ესე, მე მიხვდა რომ ცხადია რომ არც ხელმწიფე ყოფილი რაღაცა, მაგრამ აი მის აღქმაში ხელმწიფე არა რაღაცა ტიპის დინასტიური ან სტატუსური გაგებით, არამედ მისი წარმოდგენით მისი უწმინდესობა იხედებოდა გაცილებით უფრო მაღლიდან და გაცილებით შორს და მათ შორის თუნდაც აი ინგუშებთან, მე ვიცი რომ რუსებთან ქონდა ისედაც ტრადიციულად ძალიან კარგი ურთიერთობა, სუცდილობდა რომ აფხაზებთან რაც შეიძლება უფრო ბევრთან აღედგინა ეს ურთიერთობები და ეს მის მთავარ სატკივარი გაყვა ასე ვთქვათ და პრობლემა იყო, მაგრამ აი რამდენიმე სიტყვა რო გვითხრა და გვიამბო საკურთხეველში აი ადამიანებთან არა სამღვდელო დასთან, არამედ ადამიანებთან ურთიერთობა კი. კარგად აღნიშნე, რომ ცალკე მიღება იყო და რატო ხდებოდა ეს უწმინდეს ძალიან უცნაური თვისება ქონა ადამიანების გარეშე არ შეეძლო. ასეც უნდა ყოფილიყო. ის იყო ყოველას პატრიარქი, აი ძალიან არ უყვარდა, როდესაც მისკენ მიმავალ ადამიანს გააჩერებდნენ ხოლმე და ეტყობდნენ, რომ მოიცადე რამდენჯერ მეც გამიჩერებია, რომ დავუშვათ რამე ლოცვას კითხულობ და ვიღაცა მისკენ წასულა და ხელი მომიკიდია, რომ არ მიყვიდე, უთქვამს, რომ არა გამოუში მოვიდეს. და რატომ მე იმას გეტყვი, რატომ მოდიოდა მასთან ამდენი ხალხი? რა იყო მთავარი მიზეზი უწმინდესთან მარტო ის არა რომ სიტყვაზე წმინდა ადამიანი იყო, ან ხელმწიფე იყო და დაუშვათ რამე ხელ ეწიფებოდა და რამეს გაუკეთებდა, არა. უნიკალური უნარი ჰქონდა მოსმენის. უსმენდა აბსოლუტურად ყველას. ხანდახან მithქვამს რომ თქვენ უწესობა რა ისაუბრა, რატო რო დავფიქრდეთ, მაგაშიც არის რაღაც საღიდას მოსაწონი. და მეორე არასდროს არავის არ ახვევდა თავის თავს. არასდროს. კითხვას რომ დაუსვამდნენ ან რაღაც რო ხდებოდა, არასდროს დაბეჯითებითი ფორმით, ანუ მტკიცებითი ან იმპერატიული ფორმით არ უპასუხებდა. აუცილებლად დაიწყებდა. მე ვფიქრობ, რომ აი ეს იქნება ასე უფრო ჯობდეს. თითქოს ისეთ რამეს ამბობდა, რომ დარწმუნებული არ იყო თავისავე ნათქვამში, მაგრამ ისეთ გენიალურ და იდეალურ იდეას მიაწვიდა ხოლმე, მხოლოდ ერთ ფრაზაში, თუნდაც, რომ მეტი აღარც იყო საჭირო. და ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ახლა საპატრიარქოში მიღება რა თქმა უნდა, მაგრამ იქ უფრო ოფიციალური, ინსტიტუციონალიზებული იყო, ბევრი ფილტრი იყო, რომელიც გარეშეც ვერც ერთი ინსტიტუცია ვერ ფუნქციონირებს. იქ ყველას მოწონდა და გახსნილობა და დემოკრატიულობა. ხო. აი მე მგონია რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელია მათ შორის ამ ნაწილშიც, თან ვიზებ ლაპარაკობთ ყველაზე წესით ასე ვთქვათ იერარქიული ინსტიტუციის პირველ პირზე. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, იცი რამდენი მძიმე ეს თქვენთვის და ყველას უსამძიმრებ, იმიტომ რომ უწმინდეს იმ დღეს თქვი გავაჟღერე ხამალ და მე სხვებმაც აიტაცეს, უწმინდეს იყო სახალხო პატრიარქი. ის არ იყო ერთი კონკრეტული ვინმესი ან ჩემი ან შენი ან დავუშვათ ვინმეს. ის იყო აბსოლუტურად ყველას. ამის შესანიშნავი მაგალითი გვაჩვენა, აი უწმინდესმა თვითონ გვაჩვენა, თურმე როგორ შეიძლება ხალხის გაერთიანება, ერის მოზიდვა. როგორ შეიძლება ადამიანები გააცოცხლოს სარწმუნოებისათვის, სიყვარულისათვის, ცრემლი როგორ წამოადინო ადამიანს. აი ეს ყველაფერი დღეს კიდევ ერთხელ გვაჩვენა უწმინდეს. დიდი მადლობა. მადლობა. დაგემშვიდობები და იმედი მაქვს, რომ ხშირად მოვისმენთ თქვენს ხმას, ვახიანს და იმედიანს და მჭექარეს სამების ამბიონიდან. მადლობა, ნახვამდის.